ფლორიდა, რამდენი ხანი უნდა გვეცვა სულ შავი? იქამდე სანამ ყველას არ დავიბრუნებთ და ჩვენს მხარეზე არ გადმოვიყვანთ. მე არ მადარდებს მომწონს თეთრი და შავი. გუშინდელი დღე საშინელება იყო, ისე შემრცხვა. რატომ შეგრცხვა? სასირთ სამრცხვინო ის არის, რომ გვენც ახლა გონია, რომ თვითონ არის უფროსი. და ახლა დედამაც რომ დაგვიწყო კარგად მოქცევაზე საუბარი. იქნებ სიმართლე ვუთხრათ, საერთოდ ყველაფერი რაც ვიცით. გოგოებო, აქამდე ვერ ისწავლეთ, რომ სადაც დედა არის, იქ არის ქაოსი. თუ ვეტყვით, ჩვენი დახმარება მოუნდება. ხო, მართალია, მოდი ჩვენით მოვაგვაროთ ეს ყველაფერი. ხო, ის დავამთავროთ, რაც დავიწყეთ. ჯანდაბა. იმედი მაქვს მზად ხართ ამ უსიამოვნო საუბრისთვის. გოგოებო, იქნებ რამის თქმა გინდათ, გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ფლორიდა? დედა, უბრალოდ გვენის დღიური გვჭირდებოდა. ხო, გვინდოდა რომ წაგვეკითხა და მერე უკან დაბრუნებას ვაპირებდით. ხო, გვაინტერესებდა ჩვენზე რას ფიქრობდა. გოგოებო, საშინელება იყო გუშინ. მოპარვა დანაშაულია. ხო, დედა, ვიცი რომ დანაშაულია, მაგრამ არ გესმის. გვენი რაღაცის დამალვას ცდილობს. უნდა გაგვიგო. ხო, ეგეთი ადვილი არ არის. დარწმუნებულები ვართ, რომ საშინელ საიდუმლოს მალავს. გოგოებო, მისი საიდუმლოა, თქვენ რატომ იწუხებთ თავს? დედა, ზოგი საიდუმლო უნდა გამჟღავნდეს, ხომ იცი? თან გვაინტერესებს რასთან გვაქვს საქმე. გვაინტერესებს ვისთან ერთად დავდივართ სკოლაში. გოგოებო, მოდით სხვების საიდუმლოებზე ნაკლები იდარდეთ და თქვენს გაკვეთილებს მიხედეთ. კარგი დედა. თელი სკოლა თქვენს წინააღმდეგ განაწყვეთ. ძალიან მაინტერესებს ამას როგორ გამოვასწორებთ. ხო, დედა, გამოვასწორებთ, უბრალოდ დრო გვჭირდება. როცა გაიგებენ გვენი სინამდვილეში როგორია, ყველა მის წინააღმდეგ იქნება. იმედი მაქვს გამოგვივა. ელის, რა თქმა უნდა გამოგვივა. მამა თქვენს გავხართ, ისიც ყოველთვის სხვის საიდუმლოებს ეძებდა და ნახეთ როგორც დაამთავრა. კარგი, იმედი მაქვს სხვა ადამიანების საქმეს თავს დაანებებთ. მაგარია. დედა ყოველთვის გვეუბნებოდა რომ მას გვავდით, როგორც ჩანს, რაღაცეები იცვლება. მოკლედ ეს იყო, მე და ფლორიდამ ვერც დავიწყეთ ერთად ყოფნა. ისე რაღაცნაირად მიხარია, რომ არავინ არასდროს არ მომწონებია. ხო, გეთახმები, მე კიდაღა მართლა მომეწონა ჯილი. მეგობრებო, ახლა გოგოების გარეშე რა უნდა გააკეთოთ? არ ვიცი, ალბათ იმას გავაკეთებ, რასაც გვინი მეუბნება და სერენასთან ვიქნები. ქურდი მაინც არ არის. სერენა. ეს მართლა არ არის სასაცილო. ჯასტინ, აქ მოდი. თეო, მოდი დაწრადი. პირველ რიგში ჩემ ოთახში ხარ და მეორედ სერენა ჩემზეა გაგიჟებული და არა შენზე. რა? საერთოდ არ ვარ ახლა განადგურებული. კარგი რა, თეო, ტირილი არ დაიწყო. კიდევ ბევრი გოგო არსებობს. ხო, მაუსი, ტყუპები, ლილი, კარენი. ჩემი აზრით თეო და ლილი ერთმანეთს ძალიან უხდებიან. მე საერთოდ არ მეცინება, სერენასთან ერთად თუ იქნები, არასდროს არ გაბადიებ. კარგი, თეო, დაწრადი, საკმარისია, ჯობია ქუდი გაისწორო. ხო, მეგობრებო, მართლა საკმარისია. მე ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, გოგოებს რა შეჭირდებოდათ გვინის დღიური. იქნებ რაიმე ისეც ეძებდნენ. და ისედაც აშკარა არ არის, მის საიდუმლოებს ეძებდნენ, რომ გაენადგურებინათ. როგორც ჩანს ეს საყვარლები მოსიარულე წითელი დროშები ყოფილან. მეგობრებო, დაივიწყეთ ამის გამო ასე ნუ გავრაზდებით, მარტოსულობასაც ბევრი დადებითი მხარი აქვს. მოკლედ ეს გოგოები ახლა ჩვენთვის არაფერი აღარ არიან. რა თქმა უნდა, ქურდების გარდა. ხო, და სერენასაც იგივე ეხება, ის შენთვის აღარ არსებობს, გასაგებია? კარგი მეგობრებო, წავიდეთ, არ მინდა ამ ყველაფრის გრეისთან პრობლემებიც დავამატოთ. ოლივერ. ო, მოვდივარ. მეგობრებო, ორი წამი მოიცადეთ. მე აღარ უნდა მიყურებდეს. გვენ, სკოლაში მივდივართ? კი, მივდივართ. უბრალოდ ვეღარ ვითმენ, რომ გავიგო ყველა როგორ ამბობს, გვენი საუკეთესოა. ისე მიხარია, რომ თავიანთი ადგილი მივუჩინე. ხო, საერთოდ როგორ გაბედეს იმ ქურდებმა შენს ოთახში შემოპარვა. გოგოებო, ახლა ჯასტინი 100%-ით ჩემი იქნება. სერენა, ხომ გაფრთხილებდი, რომ რა თქმა უნდა, შენი შეყვარებული იქნება ჯასტინი და ისე ყველაზე პოპულარულები ვიქნებით. უკვე ვართ. ის ახლები უბრალოდ რაღაც ახალი იყო, ერთი წუთით. ხო, გოგოებო, მზად ხართ? წავიდეთ. ერთი სული მაქვს, როდის ვიქნები ყურადღების ცენტრში ისევ. გვენ, შენი დღიური წამოიღე, რომ არავინ წაიკითხოს. ხო, მართალი ხართ. გამარჯობა, კარენ. ნახეთ, ვინ მოვიდა. გამარჯობა, ტყუპებო, გამარჯობა, მაუს. ისევ ჩვენი მეგობრები ხართ თუ სხვების მსგავსად ჩამოგშორდით? გუშინ რატომ არ მოგვესალმეთ? არც შემოგხედეთ. გოგოებო, ძალიან ცუდად მოიქეცით. იცით რომ ახლა ყველა თქვენ წინააღმდეგ არის? მაუს, შენ ყველაზე კარგად იცი რა შეგვჭირდებოდა გვენის დღიური.
ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავამთავრეთ. ზოგჯერ მიზანს მიაღწევ რთული გზით. გოგოებო, ისევ მეგობრები ვართ, ოღონდ ჩუმად. ხო, ჩვენ სტატუსი ისე ვერ გავწირავთ, როგორც თქვენ. გოგოებო, ეგ ცოტა ჰიპოკრიტულად ჟღერს, არა, არჩევა მხარეების უფრო ცუდია. ვერ ხვდებით, თქვენი შეიძლება ნებისმიერ წამს შემოგიბრუნდეთ, სწორედ ისე როგორც ვანესას. თქვენს ადგილას რომ ვიყო, სწორ მხარეს ავირჩევდი, ესე იგი, ჩვენ. რაც უფრო მეტი ვიქნებით გვენის წინააღმდეგ, მით უფრო მალე გავიმარჯვებთ. კარგი, მე თანახმავარ. თქვენს გვერდით ვარ. ტყუპებო? არ ვიცით. კარგი, მე თქვენთან ვარ. დორა? კარგი, მეც. ტყუპები ვართ, სადაც შენ იქაც მე. კარგი, ყველა თანახმავართ. მშვენიერი გოგოებო. პირველი გეგმა ჩაფლავდა, მაგრამ მეორე გეგმაც გვაქვს. დღეს ჩვენ სახლში გელოდებით. გნახავთ. რა შარში ვეხვევით? თავგადასავალი ხომ მოგვენატრა, ხო და აი გვაქვს. გრეის, გაგიმართლა რომ მასწავლებელი ხარ, თორე აქ არ მიგიღებდი. და ეგ რატომ? რატომ და შენი შვილები ქურდები არიან? ურუს ფრთხილად იყავი, ჩემი გოგოები ქურდები არ არიან, უბრალოდ ცნობის მოყარეები არიან და ამაზე საუბარი დავამთავრეთ. არ მეგონა თუ ეს შესაძლებელი იყო, ახლა მთელი სკოლა ფლორიდას განიხილავს. ხო, სუსტად ამას ვიძახი, გრეის, შენი ოჯახის გარშემო ძალიან ბევრი ჭორი დადის. რა ჭორი, გისმენ? მირჩევნია რომ არაფერი არ ვთქვა, თორე მე ამის გამო ცუდქულებს დამიწერე. მოდი უბრალოდ ვთქვათ, რომ ყველა თქვენი გოგოებისგან თავს შორს იჭერს. ხო, მაშინ გირჩევნია რომ პირი დახურო. მეგობრებო, ყველა ფლორიდას და მისი დების წინააღმდეგ არიან. ხო, ახლა საუკეთესოდაა რომ მათი მეგობრები გავხდეთ. ხო, მართალია, იქნებ თავიც მოვაწონოთ. ჩემი აზრით ჯობია რომ ჯერ მხოლოდ მეგობრობით დავიწყოთ. ხო, და თავი მერე მოვაწონოთ, გასაგებია. მეგობრებო, ამდენი ხანი რას გეუბნებოდით, თქვენი ამ სკოლაში საუკეთესოა. რობერტ, საკმარისია, გავიგეთ რომ ისე შეყვარებული ხარ და რომ ამით ძალიან ამაყობ. ცუდია რომ ყველაფერი ასე მოხდა. უკვე ძალიან მალე ვიქნებოდით ერთად. ფლორიდაზე უფრო ლამაზი ადამიანი არ მინახავს, მაგრამ ხო ხედავ როგორი მონსტრი და ქურდი აღმოჩნდა. გვინის ოთახში შეპო რომ მართლა სიგიჟია. მე მხოლოდ ერთი რაღაც მაინტერესებს, რა წერია ამ დღეებში ისეთი, რომ საერთოდ ყველას ეგუნდა. ალბათ პოემები ჩემზე დაწერილი. ვა, როგორი იღბლიანი ბიჭი ხარ, თავად გვინი გიწერს პოემებს. ხო, საოცრება შეყვარებული მყავს. გამარჯობა ბიჭებო. როგორ ხართ? ჩვენ ძალიან კარგად, განსაკუთრებით გვენი. ჯასტინ, დღეს ძალიან კარგად გამოიყურები. ჯასტინ, სერენა, შენ ძალიან კარგად გამოიყურები. ოღონდ ეს არა. აბა, სკოლისთვის მზად ხართ? დღეს ძალიან განსაკუთრებული დღეა. ველა ფლორიდას და მისდებს დააიგნორებს. ჯასტინ, არ გინდა ჩემთან ერთად წახვიდე სკოლაში? ჯასტინ, მიდი. კარგი, სერენა, წავიდეთ. თეო, წამოდი. გოგოებო, თქვენს რეპუტაციას გამოსწორება სჭირდება სასწრაფოდ. დედა, როგორ? დედა, სერიოზულად? რა თქმა უნდა, იქნებ რამე სილამაზის კონკურსი მოვაწყოთ და ავირჩიოთ დედოფალი. დედა, ჩვენ ხმას არავინ მოგცემს, ყველას ქურდები ვგონი ვართ. დედა, ეგ უაზრო დროის კარგვა იქნება. ჩვენით გამოვასწორებთ ჩვენს რეპუტაციას, უბრალოდ ჯერ არ ვიცით როგორ. არა, თქვენით ვერაფერს ვერ გამოვასწორებთ. ამიტომ მე თქვენი დედა დაგეხმარებით. მე ვიცი გზა, ყველას მეხსიერებას წავშლი და დაავიწყდებათ, რომ გვენის დღიური ავიღეთ საერთოდ. მოდი შენი ნიჭი ეგრე არ დახარჯო, იმიტომ რომ უკეთესი დროც მოვა მაგისტვის ჯილ. აბა სილამაზის კონკურსისთვის მოვემზადოთ? თუ რომელიმე ჩვენგანი მართლა აპირებს დედოფლობას, მაშინ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, იმიტომ რომ არანაირი მხარდაჭერა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, თქვენს ტანსაცმელს მიხედეთ, დანარჩენი მე მომანდეთ. გოგოებო, აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ რამე მტკიცებულება ამ კონკურსამდე. და რა გავაკეთოთ? ჯასტინს დაველაპარაკები და სიმართლეს ვეტყვი. მოუწონდი, იქნებ დამეხმაროს კიდეც. ფლორიდა, შენს ადგილას ტანსაცმელს მივხედავდი, ეს დაგიბრუნებს ჯასტინს, მართლა გეუბნები. ჯილ, ჯასტინი ტანსაცმლის გამო არ დაბრუნდება. ხო, გვენის ძმა არის, მის მხარეს იქნება. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ჩვენგანი აუცილებლად გახდება დედოფალი. ხო, სხვა გზა არც არის, დედა მიხედავს ამ ხმებს. ხო, და მე ყველა უფრო შეგვიძულებს, გეუბნებით, ეს ძალიან ცუდი იდეაა. ბავშვებო, ძალიან მოწყენილობა აქვს, ამიტომ გთავაზობთ, რომ სილამაზის კონკურსი მოვაწყოთ, რა სიტყვით? და ავარჩიოთ დედოფალი. მე უკვე ვიცი, ვინც გაიმარჯვებს. ყველა მოემზადეთ ამ კონკურსისთვის. ხო, სწორად გაიგე გრეის, მე ვიქნები დედოფალი და გირჩევ ეგრე არ მიყურო. გოგოებო, ამას ხედავთ, ჯასტინი და სერენა უკვე ერთად არიან. ვაუ, სწრაფი იყო.
ჯასტინ, მეხუთედ გეკითხები, გიყვარ ვარ? კი, სერენა, მიყვარ ხარ. გაიგეთ, ეს გაიგეთ, ჯასტინი ძლივს, ხმამაღლა ამბობს, როგორ ვუყვარ ვარ. გასაგებია. არა იტყობა, რომ არაკომფორტულად იყო, როცა ამას ამბობდა. კარენ, არ გინდა გამომყვე, რომ კაბა ვიპოვო? რად გინდა კაბა, ისედაც ძალიან ლამაზი ხარ. თან ყველა შენ შემოგხედავს. გავიგე, მაგრამ იქნებ წამომყვე და კაბა ავარჩიო. გოგოებო, დაინახეთ ახლა გრეისი რას ცდილობს? ხო. დაგენძლოებით თავის ქალიშვილების გამოვაკეთებს. ხო, მაგრამ კონკურსი მაგარია. ხო, მე ურუსთან ერთად ვიცეკვებ. გრეის, ჩემი თავის ზომას მოგწერ იმისთვის, რომ იდეალური გვირგვინი დამიმზადო. გვენ წინასწარ ნუ გიხარია, წითურები ვერ ხდებიან დედოფლები, თუ მე არ ვარ, რა თქმა უნდა. მე ვიქნები შემდეგი წითური დედოფალი. ეგ არასდროს მოხდება. ო, მეჯლისი კარგად ჭრეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს გოგოები თუ არ გვეყოლება? მე ტირილს დავიწყებ ჯასტინის და სერენას ცეკვას თუ დავინახავ. კარგი რა თეო დაზრალი, ხო იცი რომ ჯასტინი სერენას მარტო გვინის გამო ხდება, მართლა არასდროს არ ყვარებია და არც ეყვარება. მეგობრებო, არ გინდათ რომ ეს ადგილი ცოტა გავამხიარულოთ მეჯლისის საღამოსთვის. ხო, კარგი აზრია. რამდენად გინდათ რომ აქაურობა გავამხიარულოთ? მე ერთი იდეა მაქვს, მომისმინეთ. მაგარი იდეა, ეს ვამპირების მეჯლისი საუკეთესო იქნება. ამას შეხედეთ, ოლივერი არც კი მომესალმა. ჩვენგან თავს შორს იჭერენ, გიყვირს? კარგი, აბა ვინ გაბედავს ამის გაკეთებას? შენ, არა, შენ. კარგი, მოდით ერთად. ბიჭებო, თუ აქ იმისთვის მოხვედით, რომ დაგუპატიჟოთ ამ ცეკვაზე, უარი იქნება. ისე ეგეც კაი იქნებოდა, მაგრამ აქ იმისთვის მოვედით, რომ სათამაშოდ დაგუპატიჟოთ. ობობის ნაკბენის. მაგას თამაშობდით, როცა 10 წლისები ვიყავით. ხო, იმდენი ხანია ჩემზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ამიტომ უარს ვიტყვით. სამწუხაროა და უბრალოდ მეგობრები რო ვიყოთ. ეს ნახეთ, ნერდები ფლორიდასთან და მის დებთან ფლირტს ცდილობენ. ხო, აბა სხვა ვინ მივა მაგათთან? ხო, მაგარი ბიჭები მაგარ გოგოებთან უნდა იყვნენ და? ხო, ბელა, შენი მაგარი შეყვარებული ვარ. მე კიდე სევდიანი ვარ. ურთიერთობა ისე დამთავრა, რომ ჯერ წესიერად არც იყო დაწყებული. კარგი რა, ასე ძალიან ნუ მოიწყენ, მარტო სულობაც კარგია. ჯასტინ, მიდი ჩამეხუტა, რომ ფლორიდამ კარგად დაინახოს. უკვე ხო გითხარი, რომ არ მიყვარს. ჯასტინ, საერთოდ არ მეხუტები. ჯასტინ, რა საყვარელი ხარ? კარგი, ნერდებო, ვითამაშებთ ამ თამაშს. ფლორიდა! სერიოზულად? მაგრამ მოდით გველზე იყოს. ეგ კარგად ჟღერს. ძალიან გაბედულები ხართ. ეგ თამაში ძალიან საზიზღრობაა. ხო, მაგრამ სახალისოა. Yes. გველებს ერთი გველი აქვთ თუ ორი? ორი. მისი გმენა ვამპირის გმენას ყავს. გოგოებო, პირველი გეგმა ჩაკლავდა, ამიტომ მეორე გეგმაზე უნდა გადავინაცვლოთ. რა გეგმა გვაქვს? ფლორიდას უნდა რომ ჯასტინს ყველაფერი უთხრას, მთლიანი სიმართლე. და ვანესაზე ყველაფერი და მის დაზე. ხო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ დამიჯერებს. რა თქმა უნდა არა, მაგრამ დახმარება შეგვიძლია. ეს ბებოსგან ავიღე, ერთი შალოცვა რაც ჯასტინს დააჯერებს. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ უნდა დაგეხმაროთ. დორა, დაწყნარდი. იმედი მაქვს ამის ბოლოს მე არ დამბრალდება ყველაფერი. ყოჩა. მიხარია რომ ბებია თქვენს ასეთი წიგნი ჰქონდა, ნამდვილად დაგვეხმარება. უნდა ვიჩქაროთ რომ მათ მობებომ ვერ გაიაზროს რომ წიგნი არ არის იქ. ხო, რაც უფრო მალე მივიტანთ უკეთესი. კარგი მართალია, ბევრი დრო არ გვაქვს. თუ ეს გეგმაც ჩაიშლება, არ ვიცი რა უნდა ვქნათ. და გვენი შეიძლება სკოლის დედოფალი გახდეს. არ იმსახურებს. კარგი, მე მზად ვარ რომ წავიკითხო ეს შელოცვა. თქვენ მზად ხართ? კი. კი. იმედი მაქვს ჯასტინი დამიჯერებს, იმიტომ რომ გულწრფელი ვიქნები. სიმართლეს ვეუბნები. ნორა, მიდი წაიკითხე. გოგოებო, ერთი წუთით მჭირდება, ეს ენა რთულია. არ ვიცი ამის კითხვა კარგად. მოიცადე რა წერია, აქ ვერ ხვდები. გაიმეორეთ, ღმერთო შემოსაშიშია. ძალის ხმე ogჭირდება, თუ გინდათ რომ ჯასტინმა დაგიჯეროთ. ბურატა მონტანა კეტონა. ბურატა მონტანა კეტონა. ბურატა მონტანა კეტონა. ვაიმე, იმედი მაქვს, ყველაფერი გამოვა. ძვირფასო დღიურო, მე-13 დღე. ხვალ ჯასტინს ყველაფერს ვეტყვი გვენთან დაკავშირებით. იმედი მაქვს დღეს ეს შელოცვა სწორად გავაკეთეთ და ხვალ ჯასტინი დამიჯერებს, რასაც ვეტყვი.